TikTok editების რიგით მესამე გათამაშება იქნება მეოთხე სეზონის. ჰეშტეგზე მაფიის ღამე 11. ამ ვიდეოში დავარეაქტებთ გამარჯვებულებს და ზოგადად რა ედიტებია ვნახოთ. კოპალა არ ჩვენთან ერთად და დავეშვა. თქვენ კი დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში გაგვაგებინეთ თქვენი ფავორიტი რომელი არის. წავიდეთ. გამარჯობა კოპალ. სალამი. მე ვარ დეტექტივი, 3 ნომერი არის შავი გარდი გადამოწმებული. კარგს მე ვარ დეტექტივი და 3 წუთად ყავს გადამოწმებული. მე ვარ ნამდვილი დეტექტივი. გუნდი უკვე ვიპოვეთ. ეს არის 6 და 3 მეც შავას ყავს რა. დეტექტივობას იხსნი? არა, დეტექტივობას იხსნი? არა, დეტექტივი ვარ მე. საბილობის ბოლოს თქვა? ვაფ ვიტირე კიდე. მე არა. კოპა, რა სასტიკი ხარ? და edit-იც საკმაოდ ესეთი არის სოლიდური. ხო, ძალიან კაი თამაში იყო და edit-იც მაგარი იყო, მაგრამ რაღაცები დამაკრდა რა, უფრო მეტად გაშლა შეიძლება რა. აი შენ რატო იცახი პატიოსას და ასე შემდეგ. მოკლედ 11 ჩემთვის არის დეტექტივი, 5 არის ჩემთვის სერიული, 12 7 არის გუნდი, როგორც ერმანომერმა თქვა. 6 არის ბოლო ვარიანტი ჩემთვის მესამე შავი. ეს რა ფოტოა ძო. ეს ვინა დარკფლეში? ო, იქნება. აბა, კი ბატონო, TikTok-ების ედიტები თქვიო, G2G და TikTok-ების ედიტები. დღეიდან ო, მაფიის ეს უნდა იყოს. სპონსორი იქნება ჩემი ტურისტული კომპანია. ბიჭო ეს რა მე არ მაინტერესებს იქნება თუ. რომ გადავიდეთ შევთიგზე? MVP რომელსაც გადაცემს ძალიან მაგარ საჩუქარს, რომელსაც ეხა არ ვიტყვი. და ვიტყვი ფინალში. მე ვარ მოხალხე და მოგიწოდებთ რომ აი 11 ნომერი აიყვანთ გუნდში. მე 11 ნომერს გუნდში ავიყვან. ვაფშე არ მოგიწოდებთ. შენთან ერთად ითამაშებ აუცილებლად. თუ გადავედი ფინალშიც გუნდში ვიქნები შენთან. აი ზო. რატყულად დავიწერე ფოლი. ჩემი აზრით, მაგსახით დარჩება ეხა. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო მთელ სეზონში. და დიდ ბოდიშს მიხდით რომ წინა ეპიზოდი ვერ წავიყვანე, არ მეცალა ჩემი შემცვლელი იყო, მაგრამ არა უშავს მე დავბრუნდი. კი ბატონო, TikTok-ების ედიტები თქვიო, G2G და TikTok-ების ედიტები. არის გუნდია. ცხრიანი მაფია იყო თუ სერიული? ზეონ ორი ნომერმა ანიშნა სამ რა ნომერს, რომ ექიმი ვარო რა. და ამან არ დაიჭერა და ამასთან ერთად ხელი აწია 7-მა 9-12-მა. აქედან რომელი, ანუ უყურე ჩემი ლაპარაკი დიდი ალბათობით მე რო გავა დაგავიწყდება. არ გადაიმახსოვრ 7, 9 და 12. არიან მაფიის გუნდი. ამ სამს მოიშორებთ, სერიული თუ თამაშია, დიდი იმედი მაქვს თამაშია, აი ღამე რო იქნება, ამ ორში გაისროლებთ. ელოშას ბენეფისი. ჰიტა იმიტომ მიშავა ნულოვან წრეზე, რომ ერთ-ერთი ადამიანი იყო, რომელიც პრიზამი და ძალიან მოეწონა, გუნდში ამიყვანა ხელი და ცხოვრება. არავინ არ უნდა საკაი. ო, მაგრამ რა ცინებდა, პატიოსანი იყო ლენკა. ხო, იდეაში ეგრე გამოდის. ჰიტამ გაისწორა. ამათმა ლენკაზე თქვენს, მაგრამ იდეაში ჰიტამ მართლა გაისწორა. ჰიტამ მართლა გაისწორა, ბიჭო. მე ვარ დეტექტივი და ვიყო შავი. და ეს არის დეტექტივი, არის შავი. არ გაუთენდა ერთ ადამიანს სტილა და ეს ადამიანი არის ნომერი 12. ზუსტად მაგას ვფიქრობდი, რომ ექიმი არ დახილოს, მეტია გარისკავს თორა, რომ შემდეგზე შემოინახოს ყოფილი. და თუ მაინც მოკვდება თქო დეტექტივით. მაგას ვფიქრობდი, რომ ესე იგი მაფიოზები გამოცდილები არიან და ფიქრობენ იმას, რომ ექიმი არ დახილოს და გარისკავს.
არა და რამდენი რაღაც დევს ამ თამაშში რა. ძალიან ბევრი რაზეც არის, არ კი. მილაპარაკე და პროსტა ესე არისო რა. აღარც მახსოვს ყველაფერი კარგად რა. თავარი მუღამი რაც იყო ამ თამაში ამ წრეზე. იყო ის, რომ ჩემ გადამოწევას ითხოვდა 8 ნომერი ბაჩო და 1 ნომერი ლაშა. და მე დეტექტივს ვეუბნები, რომ არ შემამოწმო. თორე გაგიყვან შემდეგ წრეზე. რას ნიშნავს? ესე იგი, მე ვარ მის წინააღმდეგ გახსნილი დეტექტივი ავტომატურად. მან მე უნდა ჩამთვალოს ავტომატურად შავად. ან რაღაც სხვა ხდება რა, რომელიც წესით გამოცდილმა მაგიდამ კარგად უნდა გაიგოს რა. ჯენგო მიხვდა მაგიდაზე რომ მე ექიმი ვიყავი და რომ მე ვიხსნებოდი ექიმად რა და მე და ჯენგო მან ერთმანეთი ვიპოვეთ რა. კოპალამაც მიხვდა ასე თუ ისე რომ ექიმი ვიყავი. წესით მან მე უნდა მომკვდარიყავი. და ეხლა რატო გადავარჩინე ჩემი თავი? ნუ იდეაში არ ქონდა მარტო მნიშვნელობა ვის გადავარჩენდი რა. თემა იყო ის რომ დეტექტივი რომელიც მე მამოწმებს და მე ვარ ექიმი და დეტექტივი მაგწრის შემდეგ უნდა მოკვდეს, მაინც ერთი შემოწმება არის დაკარგული და მე მან რისკავ რა. შესაბამისად, ეგ რისკი არის გამართლებული რა. მან თუ მე მამოწმებს, ეგ გადამოწმება არის დაკარგული და მაგიტო არ ვხილავ. ცოტა რთული არის რომ მიხვდეთ რა. რა ვიც გამოცდილი მოთხოვნა. თავს იპრავებს რა გამეგობრებო, უეჭველი უნდა დაიგნა. მე რო არ შემოწმებულიყავი მან მაშინ მე აუცილებლად დავხილავდი. მაგრამ მე რო ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია თვალებში რა, არ გადავამოწმო მეთქი. არა და უეჭველი მომოწმებს რა. და მეთქი კარგად იყავი რა. ეხა უნდა გავრისკო რა. და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მე დავაყენე ჯენგოს კანდიდატურა. ჯენგო, რომელიც ფეიქ ექიმად გაიხსნა. მაგრამ აბა თქვენ უყურებთ მაგებს და გესმით ეგენი? გესმით. სამწუხაროდ. მარტო ის იცით რომ პირველ ღამეს რომ ექიმმა უნდა დეტექტივი გადაარჩინოს. მეტი არაფერზე არ ფიქრობთ სამწუხაროდ. არა უშოს ისწავლეთ. ერთი ადამიანი იყო, რომელსაც ფერი დამიძახა, ძალიან მოეწონა, გუნდში ამიყვანა, ხელი ჩამკედა და ერთად გავგზავნით ცხოვრება. ძალიან ცუდია რა, აი ანუ მე არავინ არ უნდა კაციკა. ეხლა რაც შეეხება ეგ რა, პირველ წრეზე რატო არ შეიძლება რომ პირველ ნომერს დაუძახო ფერი? რატო ნიშნავს ეგ ავტომატურად შავს ან წითელს? პირიქით, კარგი მაგიდა თუ არის და კარგი თამაში თუ არის, აუცილებლად უნდა გარისკო და თქვა, ერთი ნომერი არის შავი, თუ არის წითელი. მით უმეტეს ორ ნომერზე როზი ხარ. აუცილებელია. ნეიტრალურია და რა ვიცი რა ელაპარაკა, თუ ეხა ძალიან ცუდად არ ელაპარაკა. ლენკამ ძალიან კარგად ილაპარაკა მან და შეიძლებოდა რომ წითელი დაეძახა რა. აი მეც არ მიყვარს ხოთეს შორის აი ვიღაცა რომ ამბობს ხოლმე მაგიდაზე რომ აი პირველ ნომერზე რა ვთქვა? პირველ ნომერია ნეიტრალურად. რა ნეიტრალურად? ან შავი ან წითელი. ან შავი ან წითელი ატაკე. Listen to me. I don't want to fight. I do. რა იფაითა ანუ კაცი ვერ მოკლა. ესეთი პატიოსანი მაფიოზი თელ მაფიაში არავის არ აწყობს. კაცი არ მოუკლავს. ისეთი მაგარი ექიმი ყავდა ქალაქზე. იღოძებს მხოლოდ მეორე ნომერი და მეტყვის ან მაჩვენებს რა როლი აქვს. სლენდერას ეუბნება შენ აიღეო. აიღო სლენდერა. და შემახედოს ახლა. აქ უნდა ეთქვა სლენდერა მაიღო და მიაწოდა. აუცილებლად ჩემს გუნდში, იმიტომ რომ როლი მინდა უსაფრთხოების და აქედან შევეტანები რა. ხო, მე ხო. ვაზელინი ჯი. ყოველდღე ფინალშიც გუნდში ვითქნები შენთან. ბას. ტრაქ შეტენვაზე ხოლმე. აბა ყველას ღაპარი კარგად თორდებაო. და ფინალში ჩემს ტურისტულ კომპანიას ეყოლება თავის MVP, რომელსაც გადაცემს არიან მაგარ საჩუქარს, რომელსაც ეხა არ ვიტყვი. და ვიტყვი. გავიზი. და მოგიწოდოთ რომ აი თერთმეტ ნომერს გუნდში აყვანოს რატო არის? მაგრამ გუნდში აღიყვან შენ ჩემთან ერთად. თუ გადავედი ფინალშიც გუნდში. რატო ინა არ მომწყდა? ბას. საკმაოდ თავდაჯერებულ საუბრობდა და ხუთმეტთან რა თქმა უნდა თამაშობ მეგობრებო. ხა სულ რო მანიაკი ვარო მან.
ბეჭო, მე უფრო ისე ვილაპარაკებდი რა, 5 ნომერზე. აი მარტო ანუ მარტო 5 ნომერზე ვილაპარაკებდი, უნდა მოსულიყო. 5 წამი რატო დაუთმე 5 ნომერს? მეტყვი 5 ნომერი იყო. უნდა მოსულიყო მარტო 5 ნომერზე ვილაპარაკებდი, მაინც არაფერი გეშველებოდა, მაგრამ მე ამას მოვკლავდი, ის გამოცდილია, ეს გამოცდილის ქილია, ის მანიაკის ქილია და რაღაცე. ეგ მე არ მომწონს რა. ერთ ნომერს შეეძლო რომ მოეწევა. გები? ხელი ჩაიკითხა. ხალხო, ეს რა ხდება? გლიჯეთ ვაიცი, და ძალიან მაგარი თამაში. ეხლა იღუზებს ექიმი აი ეს ძალიან ეროები მეშლება, ხო გითხარით, გაიყვანეთ ხო და უგა დაიკამდე კი არა და ფინალურ ტრენდზე რატომ მიიყვანეთ მაინც რო ხვდები. რეალური MVP ამ თამაშს არის G2. იგეთ, ბიჭო რა თქვა? რა შეიძლება ვიცი არ. ზაგაი, მაგრამ ბიჭო აი ჩემზე ცოტა სხვანაირი ედითია საჭირო რა, უეჭვდი. დახილვები და რაღაცეები, სად არის? ვინ დაილე? სამი კაცი დავხილე, ჩემი გარგი მოხი. ვინმეს დაუყია სამი კაცი? ხო და თან შავზე უფრო გარისკადო და უფრო შეუძლო. 1 2 3 მე მგონია რომ ციფრო. კი რა უნდა ამ შავს თქო რა მიკროფონი. მე ვარ გადაუმოწმებელი და შეიძლება მე ავტომატურად გასვლა მიწევ. აა ეს კალა და ლაშა რო იყო, ხო? ან სერიული ხარ რომელიღაცა. ხო. ყველაზე იკონიკ ტრიო იყო. ეს რა? ეს რა? ვარ მეგატო ეს ყოველში ანონსის ვიდეო. ხოიცი? ფინალის ვიდეოში ანონსის 3 დამატებით გამარჯვებული უნდა გამოვაყენო. დეტექტივი 3 ნომერი არის შავი კარტი გადამოწებული. კარჩ მე ვარ დეტექტივი და 3 წელს ყავს გადამოწმებული. ამ დეტექტივი გუნდი უკვე ვიპოვეთ. ეს არის 6 და 3 შავი ყავს გადამოწმებული ამიტომ. ჯენგო რიპ. ვერც მომკლავთ, იმიტომ რომ ექიმი ვარ, პირველივე წრე და თავს ვიხილა ფეხებზე მკიდია ბუდიში თქვენ ამისთვის. კაი, კაროჩე რა, ჯანდაბამის ზაქონია. აგვინეს მაფიოზებმა მოქალაქეები. უბრალოდ მაფიას პატიოსანო მოქალაქეებო რა. აი სარი გითხრიათ ტარაკში. იცი. მაგრამ მე არ მწყენია, იმიტომ არ ვიყავ. პატიოსანი მოქალაქე. მე გაგიხსნები უეჭველი რა. ოპა. ანუ მე არ გადამამოწმო, გამორიცხული არის რა. გაგიყვან შეიძლება თუ გადამამოწმო. გაიგე? მოწმულია. გითხარი არ გადამოწმო. გახვალ მაგ მოწმდება, გახვალ თამაშიდან მეთქი. გავიდა თამაშიდან. არ მოწმდება 7 ნომერი თქო თქვი. დღისით გამიყვანდა. რა 7 ნომერი მოწმდება მაგ სიტყვის მერე როგორ მოწმდება 7 ნომერი? არა, ღმერთო. ხარშო. მაფია, მარტო მაფიოზობანას თამაში არ არის და რაღაცა თანადგომა არის, რაღაცა კოლაბორაციასაც ვერ დავარქვა რა, უფრო მეტი არის ვიდრე მაფიოზობანას თამაში რა. ჩვენ იუთუბერები ერთიანდებით, მეგობრობთ, აზრებს ვსვით და ასე ნო, ეს სანგა იყო. მაგრამ რატოც ვიდოდა მაგის ლაპარაკი ის არის. ამას 2 ნომერი 6. 7 9 12 არის გუნდი რა. ზეონ 2 ნომერმა ანიშნა 3 ნომერს რომ ექიმი ვარო რა და ამან არ დაიჯერა და ამასთან ერთად ხელი აწია 7-მა 9-12-მა.
აქედან რომელი ანუ უყურე ჩემი ლაპარაკი დიდი ალბათობით მე რო გავალ დაგავიწყდება. სამი რატო არაა მაფიოზი რომელმაც დაინახა რომ ის ექიმი იყო და მოხელიაძე? 7-9 და ყველაზე მეტად მაფიოზი იგი. ის გუნდი ამ სამს მოიშორებთ, სერიული თუ თამაშია, დიდი იმედი მაქვს თამაშია, აი ღამე რო იქნება ამ ორში გაისროლებს. პირველი ნომერი იქნება აუცილებლად ჩემს გუნდში, იმიტომ რომ როლი მინდა უსაფრთხოების და აქედან შევეტანები რა. ხო, მე ხო, ესეც მოვიდა რა. ეს შეიძლება გამომადგა. აუ, ერთო ერთი წამი ეს ვნახე? ეს აბა გაიმარჯვა უკვე. ხო? არ ვიცი ეს. არა, რაღაცა მეცნობა. არა, არ გაუმარჯვია, პროსტა. ნანახი მაქვს. მაშინ უნდა გაიმარჯვოს. სტორიზე გედო ეს. ვისი ეს? ყველაზე მაგარი ედიტია ეს. მატერიალები და MVP მატერიალები ხარ თითოეულ თქვენგანი, ამიტომ ამ მაგიდიდან ვინც არ უნდა ვიხილო ფინალში. ერთი. ჩემი აზრით აუცილებლად ხილსეული იქნება და თითოეულ თქვენგანის ფინალში ხილვა განკარგებით. მე ვარ ნამდვილი დეტექტივი, გუნდი უკვე ვიპოვეთ. ეს არის 6 და 3, 3 მეჩავად. ხო, დამატებული მომწევი. ახტება мама. ვისა? ხო არ ჰა? ეს ხარშო რამდენი საკეთე? ძა ყოჩადია და მაგარი ბიჭია. კიტა, იმიტომ მე შავა ნულოვან წრეზე, რომ ერთ-ერთი ადამიანი იყო, რომელსაც ფერი დამიძახა, ძალიან მოეწონე, გუნდში ამიყვანა, ხელი ჩამკედა და ერთად გავაგზავნეთ ცხოვრება. მე არავინ არ უნდა და იღვიწევს დონი. ეცებს დეტექტივს. მე ვარ დეტექტივი, 3 ნომერი არის შავი გარდი გადამოწმული. კარგს მე ვარ დეტექტივი და 3 წუთს მყავს გადამოწმებული. მე ვარ ნამდვილი დეტექტივი, გუნდი უკვე ვიპოვეთ. ეს არის 6 და 3, 3 მეჩავად. ხო, დეტექტივობას იხსნი? არა, დეტექტივობას იხსნი? არა, დეტექტივი ვარ მე. საბილობის ბოლოს თქვა. ათიხების რომ გავიდა ბიჭო. ეს არის ტოპ ედიტი. ეს არის 6 და 3, 3 მეჩავად. ხო, დამატებული მომწევი. და თავისიანი რანაირად დაასახელა ეს არ ვიცი, რა სტრატეგიის ნაწილია ეს ყველაფერი. Circumnavigate the globe as the cash grows. Get a nigga whack like you get the grass mowed. I'm talking slick when I'm with the big slime, nigga. Could hit your bitch, you can. Oh, it's not guy. Electric slide, nigga. No catfishing, this is not a fish fry, nigga. Never switch. გამარჯობა, მე ვარ ბაჩო ხაჯაია, მსახიობი. ეს უნდა იყოს? ალბათ ჩვენი მაყურებლის უმრავლესობა და შუა ქალაქიდან იცნობს. დღეს მოვედი მაფიის საფრთხეში. სამწუხაროდ, ну ალბათ იმიტომ რომ რაღაც მაინც ეს სიწითლე პროექტიდანაც მოვიდანი ამ შავ ხალხთან. დღესაც მე-4 თუ მე-5 თამაში გამოდის და ისევ პატიოსან მოქალაქეთ მოგევლინეთ. ვიქნები კიდევ უფრო მეტად გულწრფელი და ასე ვთქვა დამკვირვებელი სხვა მოთამაშეების, აი როგორც ჩვენ მაკვირდები ეგრე. არა, მაგრამ აი ადამიანურად დავაკვირდები ადამიანებს. დაუ მაგარიც. ბაჩო არის ძალიან მაგარი ტიპი. ძალიან დიდია. ხო, ცოტა დავიღარ. მესამე მაფიოზი არის კოპალა და ძალიან ფეიქი ის არის, რა მწუხარი. ო ეს რო გაბრაზდა რო გავიყვანე. და რაღაცა აი ძალიან ფეიქი ხარ კოპალა. აი ესენ თუ გონდებიან აქვს მე არ გონდები. ანუ მაგიდან ზოური მაფიოზი. მე გეუბნებთ რომ სერიული ვარ ადამიანი მოკალიქო და ორი მაფიოზი დატოვეთ თამაში. და თქვენ ჯითუ მე მეუნები ხომ რომ შენო თამაში არისო, აი თამაში ვინ არის ის თუ გაინტერესებს. ორს გეუნეო. მოქალაქეები და ეს თამაში აწყობდა რა თქმა უნდა კოპალას. კიტას და ჯაიას. არ მინდა რომ პირველივე მომკლან, ვერც მომკლავთ, იმიტომ რომ ექიმი ვარ, პირველივე წრეზე თავს ვიხილავ, ფეხებზე მყიდია.
ესეც დიდია. ვაჰ, კაი. გამოიწერე ჩემი არქიმედებრებო 800,000 მოკლია რომ მილიონი დამწერზავი. დინამიკა რო იგრძნობა მომწონს. იცზე როგორი დასრულე. მესამეს ვითამაშებ რა. მეოთხეც შემილია ვითამაშო. მეხუთეც შემილია ვითამაშო. ნულოვანი წრეა. რო გადახედა იმას. ტაქსი შეტება მოდაში აღეს ხარ. ეს რა არის მანიშნა? მე ვარ დეტექტივი და ვიყო შავი და ეს არის ექიმი, არის შავი. ამე მაგავასახე ხო მინდა. 7 ნომრის 30 წამი. ჩემი რო იყო. შენ ბიჭო რა ეი ჩაიშინი აგერვა ვიტყვი შენზე რომ არაფერია პატიოსა. კორჩი, ყველაზე მაგარი დანებებული შავი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს რა. გეშინია ნუნერული. ნუნერული. ყველაფერი კარგად იქნება. პანდა ხარ უნდა ავიღო მაგალითები პატოსკენ. კი, ბიჭო, კი, იმენა. ჩემ პაძელიks მოუკლავ არ გამაგდონთო. ეხლა იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. არ გაუთენდა ერთ ადამიანს სტილა და ეს ადამიანი არის ნომერი 12. 7 ნომრის 1 წუთი და მე-11-ე 7 ნომერი მოწდება გახვალ თამაშიდან მეთქი. გავიდე თამაშიდან. არ მოწდება 7 ნომერი თქო თქვი. რა 7 ნომერი მოწდება მაგ სიტყვის მერე როგორ მოწდება 7 ნომერი ბიჭო? მაფია კიდე არ არის გამოცდილი. რეალური MVP ამ თამაშის მიუხედავად იმისა, რომ დეტექტივი არ დაგვიხილა, არის G2G. არა ღმერთო. არა ღმერთო. არა ბიჭო, არ არის ჩემზე სრულფასოვანი ედიტი რა. სამი კაცი გადავარჩინე ბიჭო, რატო არ არის ჩემზე? ედიტი რატო არ არის? და პატიოსტება მოიწია. როგორ? მე ეხა წამჯერე ეს პროფესიიდან გამომდინარე მე აუ, მარტივად ეს იმენა. შევძლებ ჩემი აზრით გამოვიცნო როლები, მე ვარ პლასტიკური ქირურგი და ბევრი ადამიანი გადამიკეთებია, ბევრი ადამიანის რეალური სახეც მინახავს და ამიტომ ნახე 5555 ლაიქია. იმას ვინც ნამდვილად არიან, იმიტომ რომ თვალები არასოდეს იტყუებიან. აი ჩიკო, დენერელი თვალებზე შევატყო ჩიკო. მე ჯერჯერობით დამკვირვებელი ვიქნები რა და როგორც აუ აი ეს რომ მოკვდა და გავიდა იგი რომ ყველაზე. მაგ თამაშის ჰაილაითი იყო იმას ვაკვირდები რადგან იმას ჩემი რა თამაშს აი ტოვებს ნომერი 10 ბოლო ბოლოს. ჩემი დედა მე ვიცი კარო ჩემი დედა ესენი არიან მერვე ნომერი და მე-12 ნომერი. ვაფშე ვერ წარმოვიდგენდი თუ მარტო მაგას იტყოდა. მე ამას მე ეს რაღაცა მელოდები რაღაცა მოყვება. ჩემი დედა. რაღაცა ეგ მე არ მომწონს რა. ერთ ნომერს შეეძლო რომ მოიყვება. ეს ხო იყო. ხები? ხელი ჩაეკითხა. ხალხო. დაწყება მომწონს. თამაშს ტოვებს ნომერი 6. 7 9 12 არის გუნდი რა. ეხლა ძალიან მარტივად ერთ რაღაცას გეტყვი. წერა ნომერმა ანიშნა 3 ნომერს რომ ექიმი ვარო რა და ამან არ დაიჯერა და ამასთან ერთად ხელი აწია 7-მა 9-მ 12-მა. აქედან აი არასწორად გავარდნილი თემაა რა. დაგავიწყდება. კარგად დაიმახსოვრე 7 9 და 12 არიან მაფიის გუნდი.
ხალხს ევასება ხალხი რო არ ტყავს. ვარა, ძალიან მაგარია გასულ გაარტყა. იბრძეს დეტექტივი. ნო დეტექტივი, სამი ნომერი არის შავი კარტი გადამოწებული. კარჩ მევა დეტექტივი და 3 წუთს პავს გადამოწმებული. და არ გადის 3 ნომერი და. ესე თვითი არ გახავს ხო? მე ვარ ნამდვილი დეტექტივი. გუნდი უკვე ვიპოვეთ. ეს არის 6 და 3, 3 მეჩავად. პავს გადამოწმებული რომელი. მესამე ნომერი არის შავი კარტი გადამოწმებული. ოჩ, პას. მადლობა. ჯენგოს რამოდენიმე წამით იმედი მიეცა მე რო გავიხსენი დეტექტივად და წითელი დაუძახე, ხო? ნო დეტექტივი, სამი ნომერი არის შავი კარტი გადამოწებული. კარჩ მევა დეტექტივი და 3 წუთს პავს გადამოწმებული. დეტექტივი ვარ მე აქ. მე ვარ ნამდვილი დეტექტივი. აი მაგარი თამაში ითამაშეს მაფიოზებმა ძალიან. ოკეი. ოს კარგი ედიტები არის ამ თამაშში. დააკეთეთ ედიტები, ედიტორებო, ისწავლეთ ედიტინგი და მე მიყვარს ხოლმე ჩემზე და რატო არ ჩაიცვი ის კოსტუმი? გამარჯობა, მე ვარ გიორგი ელოშვილი და მაქვს ულამაზესი ჯოკერის გუნდი, საიდან მაქვს ამას მხოლოდ ჩემს ახზე გაიგებთ, ასე რომ გადადეთ და გამოიწვევთ რა. დიდი დავასახელებ 7 ნომერს. 7 ნომერს და მე ვინმე 9-ს დაასახელოს, კარგი იქნება, იმიტომ რომ წინა წრეზე 7 ნომერი რატომღაც მეუბნებოდა, რომ 9 ნომერი კაიაო თავის ლაპარაკში, არა და 9 ნომერი არავის არ უტევდა და ყველაზე მაფიოზურ რაღაცებს აკეთებდა რა, ანუ. ეს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. თამაშ ტოვებს ნომერი 6. 7 9 12 არის გუნდი რა, ეხლა ძალიან მარტივად ერთ რაღაცას გეტყვით. წერან 2 ნომერმა ანიშნა 3 ნომერს, რომ ექიმი ვარო რა და ამან არ დაიჯერა და ამასთან ერთად ხელი აწია 7 9 12. კარგად დაიმახსოვრე 7 9 და 12. არიან მაფიის გუნდი. ამ სამს მოიშორეთ, სერიული თუ თამაშია, დიდი იმედი მაქვს თამაშია, აი ღამე რო იქნება, ამ ორში გაისროლეთ. რაღაცა მოხდა, რომ სამივე მაფია ვიპოვნე. დეტექტივის ვისყავი ყავდა გადაუწეული მეორე რამის. მე. და გაეცნობა თავის როლს? მე ვარ ნამდვილი დეტექტივი. გუნდი უკვე ვიპოვეთ. ეს არის 6 და 3, 3 მეჩავად. პავს გადამოწმებული რომელი. საბირობის ბოლოს თქვა? ხება, მე ვარ დეტექტივი. მე ჩემი თამაში ამოვწევი 3, 5 და 6 ვიპოვე. სამი მახსოვს. ნახე, 5-იანი უნდა გავიდეს ახლა აუცილებლად და შემდეგ, ამის შემდეგ შემიძლია მე გავიდე და 6-იანს გააგდებ მე კიდე თქვენს მიცემით. 5 ნომრის ბოლოს თქვა, ვილოცოთ მაფიას სამი. ასეთი მარტივი ჯერ არ ასოს ყოფილი. 12 კაცს 12 კაცში სამიცავში. არასდროს არ ყოფილი ვარ სამკაცში. შენ სამკაცში იმიტომ არ იყავი, 4-ში გაყვეთ და მოიგე მაინც. ვოკალით. მოკლედ, მუროს ქონდა ძალიან ბევრი მაგარი ედიტი, რომელიც გინდა ჩართო, აი ძალიან მაგარი არის, ყოჩაღ მეგობა რომ ძალიან მომეწონა, თუმცა პრიზი იქნება ერთი, ასე გააგრძელე, არ გაჩერდე შემდეგ სეზონებში, დაგიფასდება, გაითვალისწინე და რა ვიცი, აი მაგალითად ეს ედიტი ჩავრთოთ რა.
მეოთხეთ შემილია ვითამაშო. მეხუთეთ შემილია. საერთოდ რაც უფრო მეტს გააკეთებთ რა, უფრო მეტი შანსი გაქვთ რომ მოიგოთ. ტაქსი შეტევა მოდაშია დღეს და ეს რა არის? ძალიან კაი ედიტი არის რა. მთელი თამაშია ანუ მოკლე გადმოცემული არის რა. მთელი თამაში პატოს პერსპექტივიდან რა. მეტი არც ქონია თამაში მაგას გავიდა. ხო, გასაგებია, მაგრამ ძალიან მაგარი ჰაილაიტები. მე არ გამანგო ახლა სიმო და ამის მერე კიდევ დღამეს მოვკრავ ჩემ პადელებს. ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება. აუ ბიჭო რო დაგვეტოვებია და მართლა რომ მოიკლა პადელი. დავჰილავდი. ანუ ნებისმიერი, აი მაგალითად ეს ედიტიც რა. 7 ნომერი. ესეც მაგარი ედიტია. თამაშიდან მეთქი. გავიდა თამაშიდან. არ მოწდება 7 ნომერი თქო თქვი. რა 7 ნომერი მოწდება მაგ სიტყვის მერე როგორ მოწდება 7 ნომერი ბიჭო? მაფია კიდე არ არის გამოცდილი. რეალური MVP ამ თამაშის მიუხედავად იმისა, რომ დეტექტივი არ დაგვიხილა, არის G2G. არა, ღმერთო. აქ ერთი რაღაც გაითვალისწინეთ რა. შეიძლება ცოტა უხეშად გამომივიდა გიგას მიმართ რა, გიგის მიმართ რა, მაგრამ არც ესეთი დამწყები არ იყო რა, იმიტომ რომ წინა დღეს იყო ჩვენთან სტუბრად დაითამაშა 1-2 ხელი, მანამდეც იყო მე მგონი ერთხელ ისე კადრს მიღმაც ქონდა ნათამაშები და მოკლედ, ანუ მაგიტო ვიყავი ესეთი მომთხოვნი, ასე ვთქვათ რა. აი დამწყები ვიღაცა სხვა რო ყოფილიყო, ისე არ ვიქნებოდი. ფულრუმ მაფიაში იყო მოსული. სადაც თქვენც შეგიძლიათ რომ მოხვიეთ, ჩაეწეროთ. ლინკი იქნება აღწერაში Facebook-ის და 1-2 ადამიანი ვიცი რომელიც რამოდენიმე წელია თამაშობს და იმანვე ისწავლა თამაშს. ეხლა რას გინდოთ რა გიგისთან როგორ ორ დღეს დაწყებული აქვს ბავშვს. არა, მე ჩემ თავს ვიმართლებ, ხო იცი, ესეთი აგრესიული. სხვასთან არ ვიქნებოდი, შეჩემო ვიღაც მოწვეულ სტუმართან პირველად რო თამაშობს, არ გვადავამოწმო თორე გაგიყვარ მაგიდან არ ვეთყოდი რა. შემდეგი გამარჯვებული არის ანდრია ამედითი. მე დეტექტივი 3 ნომერი არის შავი კარდი გადამოწებული. კარს მე ვარ დეტექტივი და 3 წუთად ყავს გადამოწმებული. დეტექტივი ვარ მე აქ. მე ვარ ამ დეტექტივი. დეტექტივების ედიტია. და მაფიოზების. ეგ ამ ეპიზოდმა რამდენ ადამიანს მოუტანა გამარჯვება ხვდები შენ? შემდეგი გამარჯვებული ცოტნეა. კაი ედიტი. დეტექტივი. დეტექტივი 3 ნომერი არის შავი კარდი გადამოწებული. კარს მე ვარ დეტექტივი და 3 წუთად ყავს გადამოწმებული. და არ გადის 3 ნომერი და. აი მე ვარ ამ დეტექტივი. თუნდი უკვე ვიპოვეთ. ეს არის 6 და 3 მეც შავად ყავს გადამოწმებული რომ შედის. მესამე ნომერი არის შავი კარდი გადამოწმებული. ორჩი, პას. მადლობა. შემდეგი გამარჯვებული ლუკ შოუ. ყველას რჩეული. 3 ნომერი არის შავი კარდი გადამოწმებული. კარს მე ვარ დეტექტივი და 3 წუთად ყავს გადამოწმებული. იგი ამ ეპიზოდზე არის ბიჭო. გუნდი უკვე ვიპოვეთ. ეს არის 6 და 3 მეც შავად ყავს და დეტექტივობას იხსნი? არა, დეტექტივობას იხსნი? არა, დეტექტივი ვარ მე აქ. ეს არის ო ედიტი ხარაც იწყება. Fuck a pigeonhole, I'm a night owl, it's a different mode. I'ma have to make a paint of 6 on a pinky toe. Heard you with a shooting guard. ცოტა მაკლია, მაგრამ გამარჯვებული არა. ერთი 10 წამს კიდე დავამატებდი ისეთი კაი. და ეხლა არის ედიტების ედიტი რა. და ეს უნდა ტელეფონში უყუროთ რა და დააყირაოთ. მოკლედ, სულ ეს იყო ამჯერად გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ. დარჩა მე-11, მე-12 ეპიზოდის გამარჯვებულები, რომელსაც ასევე მალე ჩავწერთ იმედი მაქვს. აბაჰე, კარგად. ნახვამდის.